ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელს ბორის პაიჭაძეს დღეს 100 წელი შეუსრულდებოდა. მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო რუსთაველის თეატრში გაიმართა ღონისძიებაზე ქართველი ფეხბურთელის ფოტოების გამოფენა და მის შესახებ დაწერილი წიგნის პრეზენტაცია შედგა. საღამო სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით გაიმართა ღონისძიებას. სპორტსმენები, ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. ეს მოვლენა იყო და მარტო ქართული ფეხბურთის კი არა. იმან დიდ ფეხბურთს, სოფლიო ფეხბურთში თავისი კვალი დატოვა. მე მინდა მომავალ თაობას უფრო მომავალი თაობის გასაგონა და სანახავად თქვა, რომ ბორის პაიჭაძე იყო ის პიროვნება, რომელიც ალბათ საუკუნეების მანძილზე ემახსოვრებათ საქართველოში და გამორჩეული პიროვნება, რომელმაც დიდი ღვაწლი დაძლო ქართულ ფეხბურთს, ქართული ფეხბურთის განვითარებას და დიდი როლი ითამაშა საერთოდ ქართულ საზოგადოებაში. ბორის პაიჭაძის საუკუნოვან თარიღთან დაკავშირებით რუსთავში მშენებარე საფეხბურთო აკადემიის კომპლექსს მისი სახელი მიენიჭა. დღეს აქ მემორიალური დაფაც გახსნეს. კომპლექსის მშენებლობა ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა, ბორის პაიჭაძის ოჯახის წევრებმა, ვეტერანმა ფეხბურთელებმა და ქალაქ რუსთავის მერმა დაათვალიერეს. მშენებლობა აგვისტოში დასრულდება.